მოგესალმებით, წესი სამეფრო დღეს ორშაბათია და ტელეკომპანია დიას პირდაპირ ეთერშია სპორტული გადაცემა სტარტი. მე ამ გადაცემის წამყვანი და ავტორი გიორგი ოგანესიანი ვარ. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა ჭადრაკს შეეხება. ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ გორის სასპორტო სკოლის მწვრთნელი ბატონი ოთარ დოლიძე. მაგრამ სანამ უშუალოდ სტუმართან გადავიდოდით სასაუბროთ, მე მინდა გაჩვენოთ ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეო სიუჟეტი. Yeah, they're invincible, and she's just in the background. She says, I wish that I could be like the chess kids, 'cause all the chess kids, they seem to fit in. I wish that I could be like the chess kids, like the chess kids. With a big smile, but he hasn't got a clue. მე სამი არაც დადვარ ძალიან მომწონს ეს სახეობა და ვაპირებ რომ მომავალშიც გავაგრძელოს. ჯერ შეჯიბრებებში არ მიგიღია, ხო მონაწილეობა? მაგრამ მომავალში აპირებ წარმატების მისცემ. დიახ. გავიძინე. შენ მეც ანალოგიურს აპირებ შენ? მოგწონთ ეს სახეობა სპორტის? ძალიან. He says, I wish that I could be like the chess kids. ბატონო ოთარ, უპირველეს ყოვლისა მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად თქვენ ძალიან გადატვირთული რეჟიმი გაქვთ და გამონახეთ დრო და მობრძანდით ჩვენთან. სანამ უშუალოდ გორზე გადავიდოდით და გორის ჭადრაკის ისტორიას მიმოვიხილავდით, მე მინდა ჩვენს მაყურებელს გააცნოთ თქვენი გზა ჭადრაკ. ვიცით რომ თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილი ჭადრაკს უკავშირდება ზუსტად და ეს გზა განვიხილეთ, როგორ განვლეთ? მე მოგესალმებით პირველ რიგში. ახალგაზრდობიდანვე ჩავებით თველად უკვე 17-18 წლიდან უკვე დავიწყე მასწავლებლობა ჭადრაკში. ჩემი პედაგოგის ხელმძღვანელობით გამოჩენილი პედაგოგი ყავდა შალვა თოთლაძე, რომელიც დღეს აღარ არის ცოცხალი. ძლიერი პიროვნება იყო, განათლებული და ჭადრაკში ძალიან უყვარდა. შემდეგ სტუდენტიც ვიყავი, ჭადრაკშიც მუშაობდი ასე შემდეგ და შემოვჭი რომ იტყვიან დღეს ჭადრაკში. თავდაპირველად რა თქმა უნდა სხვადასხვა შენობებში გვიწევდა მუშაობა ჭადრაკისა 78 წლიდან 1978 წლიდან სპორტული სკოლა აშენდა და იქ უკვე კარგ პირობებში გავლანგებზეთ მუშაობა ჭადრაკში. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ კონკრეტულად, მაგრამ სანამ უშუალოდ გორზე გადმოვიდოთ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვათ, ძირითადად საქართველოში როგორც ვიცი 1921-22 წლიდან აღორძინდა ჭადრაკი. ზუსტად მაშინ ჩატარდა პირველი ჩემპიონატი გრანდიოზული, რომელშიც 600-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას და როგორც გამოცდილი და პროფესიონალი მწვრთნელი ჩახედული ამ საკითხში, მე მინდა ორიოდე სიტყვით მიმოიხილოთ ქართული ჭადრაკის ისტორია. რა თქმა უნდა, შემდეგ 1920-იანი წლების შემდეგ მანამდეც ჭადრაკი იყო, მაგრამ მე უფრო პოპულარული გახდა. ქალები შეებდნენ ბრძოლაში, მაშინ უფრო შეზღუდული იყო და უფრო კაცების თამაშად მიაჩნდათ. ჩვენი ქალბატონები შეებდნენ და არც თუ ისე ცუდად მე მგონი, შემდეგ კაცებსაც გადააჭერბეს მაგ წარმატებები. 60-იან წლებში გამოჩნდა ნონა გაფრინდაშვილი, ეს ჩვენი საუკუნის მოჭადრაკე. მან ბევრი მერე თავისი ტიტულოვანი წარმატებების შედეგად ბევრი ქართველი გოგონას შეაყვარა ჭადრაკი და რაღაცა ქართული ბუმი იციყო გოგონებს შორის. ერთხანობა ჩვენ გოგოები მეტი ყავდა ჭადრაკში ვიდრე ვაჟებში. ისეთი წარმატებები მას მოვა რა თქმა უნდა ჩიბურდანიძე, მაია სოფიოს ხუთივით ჩემპიონი, იოსელიანი, გურიელი, რომელიც ჩვენ თვალწინ გაიზარდნენ ეხლა ეს ბავშვები და დავაშკაცდნენ და აგერ დიდი წარმატებები მოუტანეს. ალექსანდრიას გამოტოვებაც არ შეიძლება, ორჯერ შეხვდა სოფლიო ჩემპიონი და თუ ახლო ვიცნობ, მე ახლა ჩემი თაობისა და ალექსანდრია და დიდი წარმატებებია. აი თუნდაც უკვე ახლა რაღაცა პატარა სიჩუმის შემდეგ ჭადრაკში დიდად გაგვახარეს ქართველმა მოჭადრაკე გოგონებმა, რომელმაც სოფლიო ჩემპიონი გუნდში მოიპოვეს ტიტული. მას სულას ვიცნობ, სულა ჩვენ დავაშკაცდა და გაიზარდნენ როგორც მოჭადრაკეები და არაჩვეულები
ქალბატონები და გოგონები ყვანან. ქალბატონებზე ქალბატონო ნონამ ჩაუყარა დიდი საფუძველი ქართული ჭადრაკის ისტორიას. მე ვკითხულობდი ამას წინებზე ერთ ჩანაწერს და ზუგდიდელ პატარა გოგონაზე საუბრობდა მთელი ჭადრაკის სამყარო და ზუსტად მაგ გოგონამ 6 წელში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა და მოიყვანეს თბილისში კი. ვიცი ეს ვინც გააკეთა, ძალიან დიდი საქმე გააკეთა, ქარცელაძე გააკეთა, და ადვილი არ იყო ხლა. ზუგდიდში ბინის ამბავიც იყო, რაღაც სხვადასხვა პრობლემები. მატერიალურ საშუალებასთან დაკავშირებული. თავრობაც დაეხმარა ძალიან და წარმატებაც მოვიდა, თქმა უნდა. დააუნა წარმატება. ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს რეგიონს და ჩვენს რეგიონზე ქრონოლოგიურად რომ ვისაუბროთ ჩვენს წარმატებულ სპორტსმენებზე. ხო. ახლა ჩვენი რეგიონი დიდად ცნობილია მოჭედავებით, რომელსაც ყველა ტიტულოვანი ოლიმპიური ჩემპიონატი აქვს, მსოფლიო ჩემპიონებიც აქვს, სხვადასხვა სპორტის ჭიდაობის სხვადასხვა სახეობაში და ძალიან დიდი წარმატებაა და ღმერთმა ამრავლოს. ჭადრაკიც ერთ-ერთი შედარებით ჩვენ ახლა ასეთი დიდი შედეგები არ გვაქვს. მაგრამ საკმაოდ გორში პოპულარული იყო გასული საუკუნეშიც და არც ახლა არის ჭადრაკში წარმატებები გვაქვს. წინა წარმატებებიდან გამოირჩეოდნენ, რა თქმა უნდა, მუკნიაშვილი, გურამ მუკნიაშვილი, ჯემალ ინჯია, შალვა თოთლაძე, რომელიც ჩემი მასწავლებელიც იყო. შემდეგი წამოვიდნენ აქციალა ქასოშილი ქალებში. დღეს უკვე ძალიან კარგი ყავს დიდოსტატი დავით მაღალაშვილი, რომელიც ამავე დროს უკვე ჩემი კოლეგაც გახდა და გვეხმარება ჭადრაკში და მუშაობს. ყავს იმედის მომცემი და პერსპექტიული ლუკა ლიჩელი, საქართველოს რავალგზის ჩემპიონატის სხვადასხვა საკონკურსო ჩემპიონატის პრიზიორი, დუბაიში დიდ საერთაშორისო ტურნირი მოიგო მან 14 წლამდე 150 მონაწილეს შორის, მათ შორის იყო რამოდენიმე სოფლიო ჩემპიონი სხვადასხვა საკებში, წაუგებლად აიღო პირველი ადგილი, მოიპოვა ძალიან დიდი თასი ჩამოიტანა, გონი 10 კილო მაინც იქნებოდა და $2000-იც მიიღო საპრიზო. ყავს შემდეგი ვახტანგ კარელიძე, ამავე დროს ეგეც ითვლება ერთ-ერთ პერსპექტიულ მოჭადრაკედ და კარელელი საქართველოს ექს-ჩემპიონი გიორგი თავზარაშვილი. ეს და პატარებიც ბევრი ყავს, ძალიან ბევრი, იმდენი ბევრია, რომ ჩამოთვლაც კი მიჭირს უკვე. 8 წლიანებში, 10 წლიანებში, რატომ იცით ახლა ფიდემ საერთაშორისო ორგანიზაციამ, ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაციამ შემოიღო ევროპისა და სოფლიო ჩემპიონატები 8 წლამდე ასაკობრივი და ჩვენც უკვე იძულებული ვარ ჭადრაკი გაახალგაზრდავდა და ასაკები დაიწია და შედეგებმა აიმაღლა. და ჩვენც უკვე ვეცდილობთ, რომ ბევრი ყავს და ვცდილობთ. ამ წარმატებებში არა მარტო ჩვენი დამსახურება, ჩვენი სპორტის თავკაცებისაც, ადგილობრივი ხელმძღვანელობისაც, რა თქმა უნდა, როგორც რეგიონალური, როგორც ქარელი, გორი, რა თქმა უნდა, ესენი ყველანაირად გვისწყობენ ხელს, რომ ჭადრაკში მეტი წარმატებები და წარმატებები იყოს. ამ წარმატებების ფონზე ცოტა ირაციონალური კითხვა უნდა დავსვა, მაგრამ როგორც გამოცდილი მწვრთნელის თქვენი აზრით გვაინტერესებს, რამდენად პოპულარულია თქვენი გადმოსახედიდან დღეს გორში ჭადრაკი. ბავშვები არ ვუჩვით, რაოდენობა მეტია. დადიან ბავშვები, დადიან. მე როგორც ვიცი, ახლა ქარიშიც ბევრი ბავშვი მეცადინობს, კასპშიც, ხაშურშიც, ეს ჩვენი რეგიონული და ჩვენთანაც საკმაოდ დიდია. მე მგონი 150 ბავშვი მაინც აყვავს. ძალიან დიდი კონტინენტია, არ არის ახლა. კარგი იქნება თუ უფრო ოთახსაც გავიფართოვებენ, ცოტა უფრო საშუალება იქნება. ჭირდება ახლა მეტი ოთახი გჭირდება და მეტი ინვენტარს არ ვუჩივით მართლა. პირობებზეც ვისაუბროთ ახლა და ჩავებათ გორის საჭადრაკო ფერხულში და დავიწყოთ 1978 წლიდან, როდესაც თქვენ შეგიშვეს გორის სასპორტო სკოლაში. მანდედან მოყოლებული რომ ვთქვათ, როგორ შეიცვალა თქვენი პირობები, იმიტომ რომ ვიცით, სხვა ოთახებში გიწევდათ მუშაობა და ამ სასპორტო სკოლაში ცოტა, ასე ვთქვათ, გაუმჯობესდა პირობები. ამაზე რას გვეტყოდით? ხო, ადრე რა თქმა უნდა, ახლა 90-იან წლების შემდეგ, როგორც ყველა მიცით, რაც იყო საქართველოში, რაც მოხდა, გვიჭებდა მაშინ. გათობა არ იყო, სიცივე იყო, შუქიც არ გვაყოლდა, მაგრამ ჩვენ მაინც გადავლახეთ ესენი რაღაც. და უფრო დიდი ინტერესით მოვეკიდეთ. შედეგმაც არ დააყოვდა. ჭადრაკი ახლა თავისებური სპეციფიკური სპორტია ახლა ეს. ბავშვები, რა თქმა უნდა, დღეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ წინგთან ცოტა ვერ არიან კარგად ახლა წინგს, ხო? ვცდილობთ, რომ წინგით შევაყაროთ, კომპიუტერით შეზღუდულით მოიხმაროთ კომპიუტერით, ტელევიზორი კომპიუტერით დამაც არ შეიძლება და შედეგებიც, რა თქმა უნდა, მეტი გაქნება.
გასაგებია. ჩვენ გადაცემის დაწყებამდე საუბარში აღვნიშნეთ, რომ ჭადრაკი არ არის მარტო სპორტული თამაში, ეს არის ინტელექტუალური აზროვნების ჭიდილი, ეს არის სწრაფი გადაწყვეტის, ქარიზმატული უნარების გამომჟღავნებელი ერთ-ერთი საშუალება. ასე რომ მართლაც მისასალმებელია თქვენი წვლილი ჭადრაკის განვითარებაში და მოწოდება ჩემგან ახალგაზრდათაობის რომ ჩაერთონ ჭადრაკში, იმიტომ რომ ისინი როგორც ასე სპორტულად, ასევე გონებრივად განვითარდებიან. ჩვენმა მაყურებელმა იხილა წერღან სიუჟეტი გორის სასპორტო სკოლაში გადაღებული ასაკობრივ ბავშვებთან. რომ გითხრათ, რომელ ტურნირებში და რომელ შეჯიბრებებში იღებთ ძირითადად მონაწილეობას? მონაწილეობას ჩვენი ხელმძღვანელი სპორტული სკოლის ხელმძღვანელობით დირექტორი ბულური ყველანაირად ხელს გვიწყობს, რომ არც ერთ ასაკს არ ვატოინებს, ყველა ასაკში მონაწილეობთ და გარკვეული წარმატებები გვაქვს. აი, თუნდაც ის თქვათ, რომ არც ერთ შეჯიბრიდან არ ბრუნდებით მედლის გარეშე და პრიზის გარეშე. მისასალმებელია. ზოგადად მიახლოებით რომ გითხრათ, რამდენი სპორტსმენი ვარჯიშობს დღეს გორის სასპორტო სკოლაში ჭადრაკის სახეობაზე? მარტო ჭადრაკში თუ თელი ისე? არა, ჭადრაკს გულისხმობ. ჭადრაკი 100-ზე მეტი არის. 100-ზე მეტი არის. სხვადასხვა ასაკებით არის, ხომ იცით ახლა ის? 6 წლამდე ბავშვები, 7 წლამდე, 8 წლამდე, 9 წლამდე, იმიტომ გჭირდება ასაკები. მაგრამ სიძლიერის მიხედვით თანაფარდობა დაცულია დაკომპლექტებაში და ყველა თავი ასაკში გამოდის, მაგრამ ზოგჯერ პატარა დიდებშიც გამოდის, ისინი წამყურებს. თავი შედეგებით, რა თქმა უნდა. გასაგებია. შედეგებზე რას გვეტყვით ამ ტურნირებთან დაკავშირებით? როგორი შედეგები გაქვთ? დღევანდელ რეალობაზე რო ვისაუბროთ. იანვრიდან დაწყებული თორე ახლა წარსულში ბევრი მედლები გვაქვს და ევროპა და სოფლიოში ვთამაშობ, სოფლიო პირველობაზე ვთამაშობ, საერთაშორისო ტურნირებში ყავს გამარჯვებულები. ახლა უახლოესი უკვე ჩვენ მოვიპოვეთ 16 მედლამდე, მათ შორის 4 ოქრო, ერცხლის მედლები და უკვე ვეღარ ავთ იმდენი მედლები. და ერთ-ერთი კაი წარმატება მოიპოვა გამოჩენილი მწვრთნელის სოფლიო ორგზის ჩემპიონი ტიგან პეტროსიანის მემორიალი ჩატარდა თბილისში. ხო. მან მიიწვიეს პერსონალური მიწვევა იყო, ვინც თავი გამოიჩინა და ვინც პერსპექტიული იყო. 7 და 8 წლიანი ებში თავი ისახელა ჩვენმა თამარ ზღუდაძემ, რომელმაც ორივე ოქროს მედალი აიღო, ორივე დგამ პირველი ადგილი აიღო და 250 ლარი ფულადი პრიზიც მიიღო. დიდი წარმატება იყო ალექსანდრია გადარეული იყო, ეს რა ბავშვი ყოლიათო. ხათაშვილმაც თავი გამოიჩინა, ქარელნი ბავშვმა იყო, მეორე ადგილი აიღო, მანაც პრიზი მიიღო და ფულადი პრიზი და მედალი მიიღო და ყავს კიდევ სხვადასხვა ბავშვები. ეხლა გუნდური დამთავრდა რამდენიმე დღის წინ, 3-4 დღის წინ დამთავრდა გამოჩენილი მწვრთნელის ვახტანგ ხარსიდაძის გუნდური შეჯიბრება სხვადასხვა ასაკებში. აქაც დიდი წარმატება იყო. 14 წლამდე ვერცხლის მედალი მოიპოვეთ, მეორე ადგილი გუნდურში ავიღეთ 14 წლამდე, თბილისის შემდეგ 12 წლიანებშიც მეორე მესამე გავიყავით და აქ ბრინჯაოს მედლები გვერდოდა. 8 წლიანებმაც გაიღოს მესამე მეოთხე და მეოთხეზე გამოვიდნენ რაღაცა მცირე უპირატესობით გაჯობეს თბილისის გუნდმა. ეს ჩვენთვის დიდი შედეგია, რეგიონისთვის ეს დიდი შედეგია. აქვე ჩვენს მაყურებელს მინდა უთხრა ექსპონტად, რომ სულ რამდენიმე წუთში ჩვენ რეკლამის შემდეგ უნდა დაგიბრუნდეთ გორელ პატარა წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად, რომლებიც სულ მოუთმელად ელიან სტუდიაში შემოსვლას, ასე რომ ყურადღებით იყავით, არ გამოგრჩეთ. ახლა ბატონო ოთარ ვისაუბროთ ჩვენ ზოგადად, ანუ გადანაწილებულია, როგორც დავინახე მე დღეს ვარჯიშზე, არიან ვაჟები, ასევე გოგონები. როგორი შედეგიანებით გამოირჩევიან გოგონათა ასპარეზობა? გოგონები ახლა ვერ ვიტყვით, რომ ბევრი გოგო მისდევს ჭადრაკს. საქართველოში რაღაც ბოლო წლებში ქალთა ჭადრაკი, აი გოგონთა რაოდენობა, როგორც შეჯიბრზე, ისე მეცადინეობაზე დაიქმნა. ხო, ახლა ყავს 1-7-8 გოგო, მართლა რომელიც იღებენ უკვე წარმატებით გამოდიან სხვადასხვა ასაკებში. მათ შორის ნელი პავლეაშვილი, დარჩიაშვილი ნინი, ესენი არიან 12 წლამდე. შემდეგ 10 წლამდე თამარ ანა ზღუდაძე, დები არიან თამარი ზღუდაძე, ის 7 წლიანებში გამოდის და ყავს ასევე კიდე კაი გოგო ნინი ქურდაძე. ესენი უკვე საკმაოდ აი პატარა ასაკები არიან, მაგრამ საკმაოდ პერსპექტიული სპორტსმენები არიან, გასაგებია. ახლა ბატონო ოთარ, გვინდა
გორის სასპორტო სკოლას რაც შეეხება. გავიგეთ 1978 წლიდან ასპარეზობთ სხვადასხვა ტურნირებში. როგორც მწვრთნელი, რომელ ასპარეზობას, რომელ გამარჯვებას გამოყოფდით, რომელმაც ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ზარზეიმი გამოიწვია ქალაქში და დიდი სიხარული გამომიწყონა თქვენს ასეთი ახლა თავისებურად აი ასაკების და მიხედვით თუ გუნდური შეჯიბრი იყო მე მაინც ადრე უფრო ითვლებოდა ხოლმე ჩვენ გუნდური შეჯიბრი. აი იყო მაშინ ესე იგი უმაღლესი ლიგა, პირველი ლიგა გუნდურში და კიდე დაბალი ზონები. ჩვენ უმაღლეს ლიგაში ორჯერ მოვიპოვეთ საპრიზო ადგილი. ერთხელ ვერცხლისმედლები ავიღეთ მოთაშორის თბილისის შემდეგ, ერთხელ კიდე ქუთაისის შემდეგ გიჟაოს მედლები. აი ეს იყო და დიდი წარმატება რატომა? რაოდენობა იყო გაზრდილი 8 მონაწილე გუნდში და 8 მონაწილის მომზადება ასეთ დონეზე ძალიან ძნელი იყო. ასეთი თორე ყავდა ახლა იქ ყავს სპარტაკის საბჭოთა კავშირის სპარტაკის ჩემპიონი ქალთა შორის მაია თათუშინი, ვაშთა შორის ყავდა კიდე ესეთები. როგორც რესპუბლიკური ისე საკავშირო პრიზიორები, მაშინ იყო ასეთი კორნეორნე, განთიადი სპორტსაზოგადოება და მაშინ წარმატებები გამოდიოდნენ. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში კიდე თავი ისახელა ციალა კავშირმა, რომელმაც ბრინჯაოს მედალიც აქვს აღებული მას მესამე ადგილი. ბატონო თარ დამეთანხმებით ალბათ რომ შიდა ქართლი მარტო გორისგან არ შედგება და აუცილებელია სპორტის ყველა სახეობაში თითოეულ რეგიონში განვითარებული იყოს სპორტული ინვენტარით, სპორტული ინფრასტრუქტურით რა ხდება ჭადრაკში. როგორი აქტივობა რეგიონებიდან? ხო, ახლა უფრო ვიტყვი რომ უფრო დიდი აქტივობაა და დიდად უწყობენ ხელს ჭადრაკში ქართლში. ამდათ შედეგებიც კარგია აქვს ახლა კასპსაც ისე ვერ უწყობენ კასპს ახლა ჩვენი კი კარგია მაგრამ კაი ოთახი უნდათ რაღაც უფრო ფინანსიური დახმარებაც უნდა იმიტომ ესენი ხაშურიც ასევეა ვერ მონაწილეობენ იმდენად შეჯიბრებაში ვინაიდან მათ ახლა პირობები ისეთი არ აქვს როგორც ახლა ჩვენ გვაქვს მე რაც შემიძლია ვეხმარებები კონსულტაციებსაც უწევ ვეხმარები ნიჭიერ ბავშვებს არ დავკარგოთ ნიჭიერი ბავშვები ყოველთვის მეუბნები და კვირაში ერთხელ ჩამოიყვანეთ თქვენ რომ ბავშვებს ყველანაირად გზა უნდა გავხსნათ. კარგი იქნება თუ გაითვალისწინებენ მათი ხელმძღვანელებიც და შეძლებიც და გვარად დაეხმარებიან თუნდაც რამოდენიმე პერსპექტიული ბავშვის დაფინანსება შეჯიბრებაც. გასაგები. ზოგადად თქვენ ბევრჯერ მიგიღიათ საქართველოს პირველობაზე მონაწილეობა, რომელ რეგიონებსა და რომელ ქალაქებს გამოყოფდით უშუალოდ რომელი ქალაქები გიწევენ დიდ კონკურენციას ჭადრაკ? ძირითადად თბილისი, ქუთაისი. წარმოიდგინეთ აჭარისას თუ არ გვაშენია. თბილისი ქუთაისი, მაგრამ ჩვენც გაისპინა და თბილისი და ქუთაისიდან გადმოსახედით გორი უწევთ მათ დიდ კონკურენციას. ერთ მაგალითს მოგიყვანთ სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ ჩაატარა საქართველოს პირველობა გუნდური სკოლებს შორის. ერთხელ ავიღეთ მესამე ადგილი, ეს 5 წლის წინათ ავიღეთ მესამე ადგილი. წარმატება ასეთი იყო: ქუთაისი, თბილისი და გორი. მეორედ ქუთაისში ჩატარდა და აიღო ქუთაისი, გორი მეორე იყო და თბილისი იყო მესამე. ანუ ამ სამ ქალაქს დიდი კონკურენცია. საკმაოდ კაი პრიზები დააჯილდოვეს ბავშვები, ნოუთბუქებით, ფოტოაპარატებით და ფულადიც. გასაგები. განათლების სამინისტრო. ბატონო თარ, ბოლოსკენ რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, მე პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ. იმიტომ რომ ნამდვილად ესეთი სახეობაა, სპორტის ესეთი სახეობაა ჭადრაკი, რომელშიც არა მარტო სპორტული კონდიციები, არა მარტო გონებრივი კონდიციებია ძალიან მნიშვნელოვანი და ბავშვის გონებრივ განვითარებას დიდ წილად ხელს უწყობს ჭადრაკი. ასე რომ მრავალგზის გეზეიმოთ კიდევ საქართველოს და მსოფლიოს ჩემპიონობა. და ბოლოსკენ მე მინდა როგორც წარმატებულმა, გამოცდილმა, გამოჩენილმა მწვრთნელმა მიმართოთ ახალგაზრდა თაობას, ჩვენი გადაცემა ძირითადად ორიენტირებული ახალგაზრდა თაობას, თუ რატომა ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება მნიშვნელოვანი დღევანდელ საზოგადოებაში ახალგაზრდებისთვის. მადლობთ ახალგაზრდებს ამდენად დაფიქრება მართებთ თავიანთი დროის ფუჭად არ დაკარგონ არა მარტო როგორც მოჭადრაკე და ჭადრაკის სპეციალისტი მე მოგიწოდებთ რომ იაროთ არა მარტო ჭადრაკზე ფეხბურთზე ჭიდაობებზე კალათბურთზე
ხელბურძემდ ოსნობაში რატო ეს გაჯანსაღებთ, ჯანმრთელობას მოგცემთ, რეჟიმს გაჩვენთ, მიზანსწრაფულები უფრო ხდებით და რა თქმა უნდა ახლა ჭადრაკთანაც თუ კი ჭადრაკსაც ითამაშებთ და დაინტერესდებით, გონებრივადაც დაგეხმარებათ. ახლა რეაქცია, სწრაფი გადაწყვეტილება, გათვლები, მეხსიერება, ლოგიკური აზროვნება, ქარიზმატული გადაწყვეტილებების მიღება, რაც სავარია. ევროპა და სოფლიოში სკოლებშია შემოღებული ჭადრაკში. აი ერთხელ და იმ დღეს წავიკითხე ორგანიზაციის სახელი დამავიწყა თქვენ უფრო იცით ალბათ და 28%-ით არის აწეული იმ სკოლაში, სადაც პირველ კლასიდან მე-12 კლასში ერთ-ერთ საგანია ჭადრაკში. 28%-ითაა მათი ძირითადად აპრობირებულია, ძირითადად ევროპის ქვეყნებში, საფრანგეთსა, ჰოლანდიასა და გერმანიაში ძირითადად და დაგეთახოთ, მეც გაცნობილი ვარ მაგ სტატიას და IQ-ს ტესტი ბავშვებს ჩაუტარდათ ჭადრაკის სწავლების შემდეგ და ნამდვილად 28%-ით ამაღლებულია ბავშვებში IQ-ს ტესტი. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქაც შემოიღეს შედაქარtში ახლა შეძლების დაგვარად სკოლებში ჭადრაკი. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მეორე სკოლის დირექტორს გია ბერძნიშვილს, რომელმაც თხოვა, რომ ჭადრაკი მესწავლებინა რამდენიმე კლასში. და ძალიან ხელს მიწყობს, ძალიან მოწადინებულია, მაგ სკოლას დიდი ტრადიციები აქვს ხოთაშორის. აი თუნდაც საქართველოს ერთ-ერთი სკოლა, რომელმაც 5 მონაწილემ ევროპაზე მიიღო მონაწილეობა მეორე სკოლის მოსწავლეებმა. და თვითონაც დირექტორი ძალიან მოწადინებულია, ძალიან ყველანაირად რაც კი უთხარი, ყველაფერი შემიძინა. მისაბაძია ნამდვილად ყველა სკოლის დირექტორისთვისაც და რეგიონების და ქალაქების სკოლებისთვის. ბატონოთარ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ძვირფასო ტელემაყურებელი ვარ გადართოთ, მეორე ბლოკში ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი ჩვენს პატარა სპორტსმენებთან, ვინც ის მომავალ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებთან ერთად გველის დროებით. დაუბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებელო, პირდაპირ ეთერში, როგორც დაგვირდით, ჩვენ მომავალ სახელოვან სპორტსმენებთან, მოჭადრაკეებთან ერთად დაუბრუნდით. ჩვენთან სტუმრად არიან გორის სასპორტო სკოლის მოწაფეები. უშუალოდ ბიჭები გაგვეცნობიან, ვინ არიან, რას მოღვაწეობენ და რას საქმიანობენ. დავიწყოთ ჩვენით. მე ვარ 6 წლის და სწავლობ მეორე სკოლაში. შენ? მე ვარ 8 წლის და მე ვსწავლობ სასულიერო გიმნაზიაში. და ამავდროულად თამაშობთ ჭადრაკს, ხო? კიდე რითი ხარ ცხოვრებაში დაკავებული, დადიხარ? კიდე სიმღერაზე. სიმღერაზე დადიხარ? რა მაგარია. შენ? მეც არა. შენ მარტო ჭადრაკს თამაშობ და ორიენტირებული ხარ გახდე ჭადრაკში წარმატებული სპორტსმენი, ხო? კარგია. ახლა გვესაუბრეთ ბიჭებო, რატომ გადაწყვიტეთ ჭადრაკით დაკავებულიყავით? შენ გითხარ? მე იმიტომ რომ მინდა და მომეგროვა კოლექცია მედლების, თასების. მე აგროვე? კარგია, წარმატებებს გისურვებ ბევრი მედალი და თასი მოგეგროვებინოს. შენ რატომ გადაწყვიტე ჭადრაკით დაკავებულიყავ? მე მოგაიცარი ჭადრაკი, კი მე მინდა რომ ჭადრაკზე მივსულიყავი და უფრო მეტი მეცოდინებინა. კაია. მე მოგეწონა ჭადრაკი? დიახ. კარგად, ანუ ეხა უკვე რომ გითხრათ, რამდენი წელია რა ჭადრაკით ხარ შენ დაკავებული? მე 3 წელი. 3 წელია, დიდი სტაჟი გაქვს უკვე მოგროვებული. დიახ. შენ რამდენი წელია? 1 წელი. 1 წელია. შენ რას გვეტყვი ამ 3 წლის განმავლობაში დახვეწე უფრო ჭადრაკის თამაში განავითარე უფრო? აბა მოგვიყევი, თავიდან როგორ გაიწყე? თავიდან. და თავიდან ესა თბილისში ვიყავი. მე იმაში წავედი ქარელში, მე კიდე თბილისში. და მე ჩამოხვედი გორში, ხო? ო, მე კიდე გორში იყო, მე თბილისში, რატკავში და ასე შემდეგ. კარგი, ანუ დიდი გზა არის აქამდე, ანუ ხელა გამოცდილება მოუღო შენ. ეხლა შენ რას გვეტყვი, თუ მიგიღია რაიმე ტურნირში მონაწილეობა? მარტო თბილისში მივიღე და ქუთაისში. მე რა შედეგი დაასრულე? ვერ მოიგეჯე? მაგრამ არა უშავს მოგებით არ იწყებიან სპორტსმენები ასპარეზობას, თავარია ჯერ გამოცდილება მოაგროვა და შემდეგ ბევრ წარმატებას მიაღწევ დარწმუნებულიყო. შენ რას გვეტყვი, როგორც ვიცი, შენ რაღაც წარმატებები გაქვს, ხო? მე დიახ. აბა გითხარი რა წარმატებები? მე? დიახ. მედალი ავიღე. მედალი სადა იყო? ცად, აი ახლა იყო თბილისში თამაში. და მოუგე ყველას? ეგრე ყველას არა. მე შეხვდა იმას მოუგე თუ არა? ზოგიერთს კიდე, ზოგიერთს არა. გასაგებია.
ანუ როგორ შეაფასებდი ხა შენ ძლიერი კონკურენტები ყავს გიჭირს მათთან თამაში? მათთან არც ისე. არც ისე და ყველას მოგება შეგიძლია ასე თქვა და დარწმუნებული ხარ შენ ძალებში, კარგია და დასაფასებელია. რას გვეტყოდით აბა გორში? თქვენ თანატოლებზე ყავთ კონკურენტები გორში? როგორ შეაფასებთ მათ ძლიერები არიან თუ არა? დიახ. როგორია როგორ კონკურენციას გიწევთ გიჭირთ მათთან თამაში? მათთან? არა. არ გიჭირთ? ძირითადად გამოირჩევით, ხო? ჩემთან არც ისე. აჰა. თქვენ ერთმანეთს თუ ეთამაშებით ხოლმე? დიახ. აი რომელი უგებთ? როდესაც პაიმსამთა. აჰა, პაიმსამთავრე? ხო, სუყაიმი. აი მაგრამ მეგობრობა, ხო იძახით მე ჩამოვარდნით და დაშორდებით ისე. აია, თავარია საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე სხვა მოწინააღმდეგეები დაამარცხოთ და ბევრი ჯილდო მოიპოვოთ. ხო მასია? დიახ. კარგი. ეხლა სამომავლოდ რას გიგმოთ? რომელ ტურნირში მიგინდათ მონაწილეობა მიიღოთ? მე ხარ ჯერ შენ და მე შენ. მე მინდა მონაწილეობა მიიღო თბილისში. თბილისში და გაიმარჯვა რა თქმა უნდა და თასი და медаლი მოიპოვო, ხო? აია. შენ? მე ქობულეთში. ქობულეთში რატო? რატომ? რომ თასი და медаლი ვიპოვო. შენია ქობულეთში მოიპოვო თასი და медаლი, ხო? ხო, თან ზღვა არის. და აია, მართალია, კარგი ამბიციებია. შენ წალენჯი ხაშიც გაქვს მე მგონი, არა? თუ არა? რა მაქვს? წალენჯი ხაშიც გაქვს მე მგონი, არა? ჩატარებული ერთ თამაში. თუ ქობულეთში რა მითხარი წეღა? ქობულეთში. ქობულეთში? მე ქობულეთში მოიგე თუ არა? არა მქონდა. ქობულეთში არ გაქვს ჩატარებული. არა. გასაგებია. ბავშვებო, საყვარელი სპორტსმენი თუ ყავთ ჭადრაკში თუ არა სხვა სპორტის სახეობაში, რომელი სპორტსმენი ყავთ საყვარელი? შენ მაგალითად სპორტის სხვა სახეობას თუ უყურებ? როგორც უყურებ, მე საყვარელი სპორტსმენი ყავს თუ არა? ვინ აბა? კრისტიანო რონალდო. აჰა, გასაგებია. შენ რას გვეტყვი? მე არა მყავს. შენ სხვა სპორტის სახეობას არ უყურებ? სხვა უყურებ ზოგჯერ, მაგრამ ვერ ვიპოვე მაინც. საყვარელი სპორტსმენი ვერ იპოვე, ხო? კაია. ბავშვებო, ჭადრაკი დაკავშირებულია გონებრივ სიძლიერესთან, არა მარტო ფიზიკურ სიძლიერესთან. როგორ სწავლებ სკოლაში, კარგი მოსწავლეები ხარ თუ არა და მაგალითს აძლევ თუ არა თქვენ თანატოლებს? აბა შენგან დავუწყოთ. დიახ, მე ვარ. აძლევ სათანადო მაგალითს, ხო? რომელი საგნები გიყვართ სკოლაში? მათემატიკა, ქართული, მუსიკა, ინგლისური და ბუნება. აჰა, კარგია შენ? მე სპორტი, მათემატიკა, ქართული და კიდე? და ხელოვნება. ხელოვნება, კარგია, ოჩა. ბავშვებო, თქვენს მწვრთნელზე რა სიტყოდით, როგორ მოგწოთ თქვენი მწვრთნელი? აბა შენ გითხარი ჯერ. მე ძალიან მომწონს ჩვენი მწვრთნელი. კარგად გწვრთნით? გასაგებია. შენ რა სიტყოდი შენს მწვრთნელზე? კარგი მწერია და კიდე და ისეთ პოზიციებს გვაჩვენებს რომ მაგას შესრულება რთულია და უნდა ისწავლოთ აუცილებლად. ხო და რომელიც გამოგადგება ტურნირებში მიიღოთ სხვადასხვა წარმატებები, მოიგოთ უბრალოდ. გასაგებია. ეხლა როგორც აი მაგალითად მოზარდები ხართ და თქვენ თანატოლებს, თქვენ კლასელებს თუ ურჩევნით მიიღონ დაკავდნენ ჭადრაკის თამაშით, ჭადრაკზე მოუვიდნენ თუ ურჩევნით, აბა შენ მაგალითად. დიახ. რატო გითხარი, აბა რა არის, რა მოგწონს შენ როცა მიდიხარ ჭადრაკში ის ვარჯიშზე, რა მოგწონს მან? ყველაზე მეტად. მომწონს რომ ძალიან მომწონს მე ჭადრაკი. იმიტომ რომ კარგია ჭადრაკი. კარგია გონებისთვის და კარგია ფიზიკური აღზრდისთვის. მართალია გითხრები 100%. შენ რატომ მოგწონს ჭადრაკი? რა მოგწონს როცა ვარჯიშზე მიდიხარ? ვარჯიშზე. მე იმიტომ მომწონს ჭადრაკი. კი რომ ძალიან კარგი რაღაცეებია ჭადრაკში და ტვირთვის არის სასარგებლო. მართალი ხარ, კარგი სულები უნდა იცოდე რომ შენი მოწინააღმდეგე მარტივად დაამარცხო, ხო? გასაგებია. თქვენ ბავშვებო თუ ყავთ საყვარელი ფიგურა ჭადრაკში? რომელია შენი საყვარელი ფიგურა? აჰა, შენი? ლაზიერი. აჰა, რა თქმა უნდა. ყველა ან შენ დიდი გამოცდილება დაგიგრო და უკვე წეგან ბევრი ქალაქი ჩამოთვალეს 3 წელია დაკავებული ვარო. რომელ გამარჯვებას გამოყოფდი? სად გაგიხარდა ყველაზე ძალიან გამარჯვება? სად გამიხარდა? თბილისში. თბილისში ვის მოგე თბილისში რო გაგიხარდა? რა ვიცი.
შენ ბევრი მოწინააღმდეგე დაამარცხე? არ ვიცი. აბა როგორ გაიმარჯვე, ხო მოუგები ვიღაცას? დიახ, აჰა. და მაგამ გაგახარა ზუსტად, ხო, რამდენიმე მოწინააღმდეგე დაამარცხე და მე გამარჯვება მოიპოვა. გასაგებია. ეხლა მინდა ბავშვები დიდი წარმატებები გისურვოთ. მე მჯერა რომ თქვენ ორ შორის ერთი მაინც მსოფლიო ჩემპიონია, ცხოვრებაში არა მარტო ჭადრაკში, განათლებაში, პირად ცხოვრებაში მინდა დიდი წარმატებები გისურვოთ და მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ეს გახლავთ ძვირფასო ტელემაყურებელო სტარტის მორიგე გადაცემა. ჩვენ ერთმანეთს მომავალ ორშაბათს 19 საათზე შევხვდებით. ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ.